ნიკა, ძალიან დიდი მადლობა, რომ მიღებთ გადაცემაში მონაწილეობა. საღამო მშვიდობისა. პასუხისმგებელი ვინ არის იმ ყველაფერზე, რასაც ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვუყურებდით პანკისში კვირა დღეს? მოგესალმებით, მადლობა შესაძლებლობისთვის. მადლობა მონაწილეობისთვის. ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ყველაფერი ეს მოვაწყო და ვინ მოვაწყო ხელისუფლება. ძალიან მარტივი პასუხია ამ ძალიან მძიმე შემთხვევაზე. ხელისუფლებამ, რომელმაც მშვენივრად იცოდა და მას იყო ინფორმირებული მთელი ერთი წლის განმავლობაში, ცოტა მეტი ვიდრე ერთი წელი, რომ იქ მოსახლეობამ ხეობაში, პანკისის ხეობაში იყო კატეგორიული წინააღმდეგი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. და სწორედ ამიტომ ხელისუფლებამ ანგარიში გაუწია იქ შექმნილ განწყობებს, იქ არსებულ განწყობებს უბრალოდ და შეაჩერა მშენებლობა. აი ხა კითხვას ვსვამ, ერთი წლის თავზე, ანუ გუშინ წინ რა გარემოებები შეიცვალა პანკისის ხეობაში განწყობების თვალსაზრისით, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეგრეთ წოდებული რობოკოპები შეეყვანა პანკისის ხეობაში და ძალდატანებით, ანუ ძალით დაეპყა ნიჩაბი ხეობაში. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა? პასუხი უნდა არაფერი არ შეცვლა, ჩემი ახსნა რა შეიცვალა. უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში თუ თქვენ წადებდით თვალყურს, რამდენიმე მაღალჩინოსანი იყო ჩასული პანკისის ხეობაში, მათ შორის ეს ხალბატონი ვიცე-პრემიერი ხიტიშვილი და სხვა მინისტრებიც. ისინი ხვდებოდნენ ძირითადად საჯარო მოხელეებს და მათ ეთყობა დარჩათ სწარი საბეჭდილება, რომ ხეობაში ვითარება შეცვლილია ჰესის მშენებლობის სასარგებლოდ, პლუს რა თქმა უნდა დაეყდნენ სუსის ინფორმაციას, იმიტომ რომ ხა ჭიდრო კოორდინაციაში იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადგილობრივი ოცნების ხელისუფლებასთან, პლუს მინისტრების მიერ ჩამოტანილი რაღაცა ცნობები, რომელიც ალბათ მე მოახსენეს ბატონ ივანიშვილს და არ იქა თქვენს რომ მორჩა ხალხი შეეგუება ყველაფერს დიდი იქ რაღაცა პატარა შეხლა შემოხლა მოხდეს, მაგრამ მე დაიღლებიან და მოდი ეს ოპერაცია ჩავატაროთ. არანაირი 35 ადამიანი პოლიციელი იქ არ ყოფილა, იყო მინიმუმ 50 და 60. თავიდან 35 პოლიციელი მოყვებოდა და ეკონომიკის სამინისტრომ განმარტა, რომ ეს იყო ინვესტორის მიმართვის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება. ტყვილია, ხალბატონო ინგა უამრავი მოწვია 50-დან 60-მდე პიკაპი იყო მობილიზებული დილის 5 საათზე პანკისის ხეობაში. კარგი, თავი დავანებოთ ამ პერიპეტიებზე, რა უძღოდა წინ, როგორ ფაქტი ხო არის ჯიუტი. ხელისუფლებამ ერთი წლის განმავლობაში შეაჩერა იქ მშენებლობა. რატო? იმიტომ რომ იცოდა რომ იქ ხალხს არ უნდოდა. და ეხლა მას შემდეგ რაც რეზინის ტყვიები ესროლეს და მართა რობოკოპები შეიყვანეს, სპეცნაზზე მიაყოლეს, მერე იმ ხეობაში შეიყვანეს ინგა სპეცნაზი, სადაც ერთი წლის წინ ამ რობოკოპმა და სპეცნაზელმა გომელაურმა ივანიშვილმა პირდაპირ უტრირების გარეშე მოკლა 19 წლის ბიჭი საკუთარ ლოგინში. მოუშუშებელი იარა გახსნეს. პანკისის ხეობაში დამატებით კიდე სპეცნაზელები შეიყვანეს. ეს დაგროვებული ბრაზი, წყრომა როგორც ჩანს გროვდებოდა და ქონდა ეს პოპულაციური ეფექტი გუშინ წინ პანკისის ხეობაში, თორე რა უნდა აიძულოს მართლა 82 წლის ქალბატონი რომ გესოლოს კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან მძიმეა ის კადრების საყურებლა, ქალბატონები მოსმოხუცი ასაკოვანი ქალბატონები როგორ უპირისპირდებიან სპეცნაზს, თუმცა არსებობს ძალიან ბევრი კითხვები, ნიკა, და მე მინდა რაღაცნაირად მოვახერხო და ოპონირების მიუხედავად ხელისუფლებასთან იქნებ გამცეთ თქვენი დამაჯერებელი პასუხი. რა უნდა ქნას ხელისუფლებამ, რომელსაც მიაჩნია, რომ ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ჰესების აშენება და ამ დროს მოსახლეობა არის წინააღმდეგი. აი, როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება, თქვენი აზრით? ცალსახად ეს აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ჰესი არ უნდა აშენდეს. ჰესი შენდებოდა, ჯერ კიდევ შევარდნაძე ხელისუფლების დროს, ალბათ უკარგად შენდებოდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდში და თუ კი გაიმართა ენერგეტიკის სისტემა, გაიმართა მაშინ, როდესაც სააკაშვილი გახდათ პრეზიდენტი, ეს არის ფაქტი, ხო? ჩაბნელებული ქვეყანა განათდა, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ამავე დროს უნდა გავცეთ
კითხვაზე პასუხი. რა გვინდა ტურისტულ ლოკაციებში ჩავდგათ ჰესები თუ არ ჩავდგათ? თორე ისე რომ ეხლა უაპელაციო თქვა რომ ჰესი აღარ უნდა აშენდეს, რა თქმა უნდა ეს არ არის მართებული და ამას არავინ არ ამბობს. იგივე პანკისის ხეობაში ჰესი აშენებულა, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის დროს და შევარდნაძის ხელისუფლების დროსაც აშენებულა და როგორ მოხდა ამ ჰესების შენებლობა კონფლიქტის გარეშე როგორ მოხდა და იგივე პანკისის ხეობაში თქვენ ბრძანეთ ნაციონალური მოძრაობის დრო გაიხსენეთ ბევრჯერ და იგივე პანკისთან დაკავშირებით მაგალითად რა პრეტენზიებსაც ჩვენ დღეს ვისმენთ თქვენგან ან სხვა ოპონენტებისგან ხელისუფლების მიმართ ასეთივე გაისმის შეხსენებისათვის წეღან კითხვა გიგი უგულავამ ვინც ამას შეადარებს იდიოტიაო მაგრამ აი პანკისი როცა არის აქტუალური პანკისი სააკაშვილის ხელისუფლების დროს სპეცოპერაცია ლაფანყურის ანუ იქაურ ადგილობრივებთან დამოკიდებულებას გულისხმობ მე ანუ ყველა ხელისუფლებისთვის პანკისის თემა ხდება ხოლმე ბატონო ლაფანყურის სპეცოპერაციასთან არა უთხეს ხომ იცით ჩემზე კარგად კი მაგრამ მაშინა ძალიან ბევრი კითხვები იყო და ხემდი არის ეს კითხვები ნიკა კონსტიტუციურ წყობილებას უქრიდა საფრთხეს იყო შეიარაღებული დაჯგუფება შემოსული რომლებიც საფუძვლიანი ეჭია რომ თავად მაშინდელი აბსოლუტურად სხვა შედარება კარგი ქალბატონო იგა რაშუ არ მესმით ცუდად ანუ რომელზეც ლაფანყური პანკისის თემაზე როცა თქო საუბრობთ ამას გახსენებენ თქო ამას გეუბნებით არ მაინტერესებს ვინ მახსენებს ქალბატონო იგა ვინ კრიმინალი გახარია მახსენებს ამას ადამიანი რომელიც მხილებულია უამრავ დანაშაულში უკვე ბოლო დანაშაული ავიღოთ ხაზარაძე TBC ბანკის ხელმძღვანელს აუზები კედეთან არ მიუყენებია და არ გაუხვეტია ხო რა არ გაუკეთებია ამ ადამიანს უკანასკნელი თვეების განმავლობაში ვინ მახსენებს ფარცხალაძის ხელისუფლება მახსენებს მე გასულ წლებს კალენდარზე ხშირად ვამბობ არის 2019 წელი თავარი პრობლემა ქართული ოცნების არის შემდეგი ნდობა მისი არის პლინტუსის მიღმა ხალხს ელემენტარულად აღარ ჯერა ამ ხელისუფლებას იგი აღარ სარგებლობს ავტორიტეტით მას აღარ აქვს შესაბამისი ასე ვთქვათ ნდობის ვოტუმი ხალხში მეტიც დიდ ნაწილს საზოგადოებისას სჯერა რომ გასული არჩევნები მხოლოდ გაყალბების გზით იქნა გამარჯვება გასულ არჩევნებში მოპოვებული ეს ყველაფერი კომპლექსურად თუ კი განიხილება საბოლოო ჯამში ვიღებთ ნდობა დაკარგულ ხელისუფლებას და როდესაც ხელისუფლების აღარ სჯერა უდიდეს ნაწილს მოსახლეობისა ყოველ ფეხის ნაბიჯზე სწორ ადგილზეც ხდება კონფლიქტი და ეს კონფლიქტი შესაძლოა ღვივდება და რა მოხდა 82 წლის ქალმა როგორ უნდა გესრულოს აგური ან როგორ უნდა გესრულოს რიყის ქვა ან ჯოხით როგორ უნდა გამოგეკიდოს გაეკიდა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას თორე არც ერთ პანკისის ხეობაში მაცხოვრებელ ადამიანს ხელი არ აღუმართავს ქართულ სახელმწიფოსთვის დიახაც თუ ვინმე არის კანონმორჩილი ყველა ხელისუფლებას ყველა ეტაპზე გონია ხოლმე რომ ადამიანების დამორჩილება შეიძლება რეზინის ტყვიებით გაზის გაშვებით დარბევით და შესყდომით და ეს ჩვენ ადრეც გვინახავს და ეხლა ის რაც ვნახეთ გაზის ადრე რო გინახავთ ადრე ქალბატონო ინგა ადრე რო გინახავთ ადრე ისეც გინახავთ ადამიანმა შედარება გააკეთა იმ ძველ დროსთან რა თქმა უნდა ქართული არ მაინტერესებს არავის არ ყავლი აუვიდა ამ შედარებებს ქალბატონო ინგა ადრე ისეც გვინახავს 11ჯერ გაზრდილი ბიუჯეტიც გვინახავს 5ჯერ გაზრდილი ეკონომიკაც გვინახავს 11ჯერ გაზრდილი პენსიაც გვინახავს ჩაბრელებული განათებულიც გვინახავს და წესრიგი დამყარებული გვინახავს და პოლიციას ბოტასი როეცვა ფორმა ჩააცვალს ბევრი კარგი გვინახავს აი კარგი ამ შედარებებს თავი დავანებო ივანიშვილიც კი ვერ უარყოფს და თქვენ მელაპარაკებით ქალბატონო იგა იმაზე რაზეც ჩვენს ვაგეთ უკვე პასუხი პოლიტიკური პასუხი ვაგეთ ამაზე. კარგი, ნიკა, მოდით ამ შედარებებს თავს დავანებებ. ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ. აი, დილემის წინაშე დგას დღეს ხელისუფლება. შინაგან საქმეთა მინისტრმა საქვეყნოდ დადო პირობა, რომ პასუხს აგებს ყველა, ვინც ამ დაპირისპირებაში იღებდა მონაწილეობას. თუ შეიძლება კითხვას დავასრულებ და მერე მიპასუხეთ. ეს თუ მოხდება, პანკისელები პირობას დებენ, რომ უფრო უარეს დაპირისპირებას მიიღებს ხელისუფლება. თუ არ მოხდება, ამ შემთხვევაში
შემთხვევაში პოლიციის დემორალიზება შეიძლება მოხდეს. თქვენ რაში ხედავთ ამ კრიზისიდან გამოსავალს? ერთი წამით რომ დაივიწყოთ, რომ ხართ მათი რადიკალური მწვავე ოპოზიცია. რაში ხედავთ, რაში არის დღეს ამ კრიზისიდან გამოსავალი, როგორ ფიქრობთ? კი ბატონო, არ დაგიმალავთ და არის ჩიხური ვითარება, ერთის მხრივ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ იქ იყო მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩადენილი რაღაცა ჯგუფის მიერ, როგორც თავადხსნიან და მართლმსაჯულებას ვერ აღასრულებენ. ეს ხო მოცემულობაა. ანუ რას ნიშნავს? ეს არის კრიზისი. სახელმწიფოებრივი კრიზისი, ანუ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ დანაშაული ჩაიდინა მავანმა, მაგრამ პასუხს ვერ აგებინებს. ეს ხო ფაქტია. მეორეს მხრივ სახეზე ყავს დამნაშავე მაღალი თანამდებობის პირები, როგორც არის ბატონი გახარია იქ სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი კახეთის და მისი მოადგილე, რომელიც როგორც მონადირე ტაღზე ისე ნადირობდა ადგილობრივ მოსახლეობაზე. თქვენ დაინახეთ, ხო? აბსოლუტურად კანონდარღვევით ახორციელებდა გასროლებს სპეცნაზის კუთვნილი იარაღიდან. რის უფლებაც მას არ ჰქონდა სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილეს. ანუ ჩემის აზრით საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ბატონი გახარიას თანამდებობის დატოვება. თანამდებობიდან უნდა გადადგეს ბატონი გახარია. იმ დაგვარ სპირალში არის ბატონი გახარიას უწყება შესული, საიდანაც გამოსავალი ნაკლებად მოიძებნება და ერთადერთ გამოსავალს მე მიმაჩნია, რომ გახარია დაიხუროს ქუდი და წავიდეს, მაგრამ რამდენად ახლა ამას გააკეთებს იგი თავისი ნებით, რა თქმა უნდა, ამისი ნაკლებად ბჯერა მეც და უდიდეს ნაწილს ჯერჯერობით ამ ეტაპზე. თორემ ახლა ადრე თუ გია რომ გახარიას და მთელი მისი ასე თქვა კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში ბუდობს და ეს არის ძირითადად დეპარტამენტის ხელმძღვანელების და სამმართველოს უფროსების დონეზე, უბრალოდ ხელფას იღებენ დამატებით ბიძინა ივანიშვილისგან და ასრულებინებენ უკანონო დავალებებს, აგებენ პასუხს. თქვენ დაინახეთ სპეცნაზის რიგით თანამშრომლებს ფეხები უკან რჩებოდათ, ისინი ელემენტარულად ბრძანებას არ ასრულებდნენ, ხახდო. ვერ დაინახეთ, ვერ შეამჩნიეთ, რომ ბრძანებას არ ასრულებდნენ. როგორ შეიძლება 150 ადგილობრივმა მოსახლემ განდევნა 400 აღჭურვილი თავი და კბილებამდე. მე ის ვიცი, რომ როდესაც გამოსულები არიან ასაკოვანი ქალბატონები ხელკეტებით, როდესაც უპირისპირდებიან, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება არ უნდა გადაწყვიტოს ძალით. არც ერთმა ხელისუფლებამ, მე ეს ვიცი. მე ეს მინახავს ადრეც და ნახე გეთახვებით და ბრძანება რო არ შეასრულა სპეცნაზმა უკანონო, ამიტომ რამდენიმე მაღალჩინოსანი სამხარეო პოლიციის ადგა გამოვათვა სპეცნაზს მისი კუთვნილი იარაღი და დაიწყო უკანონო გასროლები ხალხის მიმართ. ეს ხო მათ შორის აქეთა მხარეზეც იქნება გამოძიება წარმოებული, ანუ პოლიციის მხრიდან, ადგილობრივების პირისპირ ვინც იქნება ქალბატონო ინგა, როდესაც ჰესი უნდა აშენდეს ცალკე აგებულ ხეობაში, რაიონში, რეგიონში ჰესის შენებლობა უნდა იყოს დაკავშირებული განვითარებასთან, კეთილდღეობასთან, სიკეთის მოტანასთან, პროგრესთან. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ მაცხოვრებელს პანკის ხეობაში ეს ყველაფერი გაუხარდება, მაგრამ თუ კი ჰესის მით უფრო რაღაცა მცირე სიმძლავრის ჰესი შენებლობა დაკავშირებულია სისხლის ღვრასთან, დარბევასთან, ცემატყეპასთან, ნორმალურ სახელმწიფოებრივად მოაზროვნებ მაღალი თანამდებობის პირს რად უნდა უღირდეს ასეთი ჰესის შენებლობა. მადლობა. სახელმწიფო უნდა ხარჯავდეს მილიონობით ლარს შვიდობის უზრუნველსაყოფად ამ რაიონში. მილიონობით ლარს უნდა ხარჯავდეს. კარგით. მადლობა. მე ეს შვიდობა იყო იქ უზრუნველყოფილი და დღეს თავისივე ხელით სახელმწიფო ხელისუფლების სახით ვითარებას მხოლოდ ძაბავს და რის გამო ძაბავს? იმიტომ რომ ერთმა ან ორმა ცალკე აღებულმა რომელიღაცა ბიზნესმენმა დაახლოებული ბიძინა ივანიშვილის კარზე იშოვოს მილიონები. ეს არის პასუხი ყველაფერ
იმასთან დაკავშირებით, რაც კი მოხდა პანკისის ხეობაში. ამიტომ ჩემი რჩევა გახარია სადმე იქნება შემდეგი. გადადგეს გახარია, იმიტომ რომ იგი არ უკვე დისკრედიტირებული და ჩვენ პრაქტიკაში დისკრედიტირებული შიდა გასახვეთა მინისტრები სხვადასხვა ხელისუფლების დროს მინიმუმ ნდობა დაკარგული შიდა გასახვეთა მინისტრები გვახსოვს, რომელსაც შეუნარჩუნებია დროთა განმავლობაში, რაღაცა პერიოდის განმავლობაში თანამდებობა და ამაზე მხოლოდ და მხოლოდ გაუღრმავებია კრიზისი იმჟამებელი ხელისუფლებისათვის. მადლობა. შიდა გასახვეთა მინისტრისადმი ნდობა არათუ არ არსებობს, არამედ უფრო მეტიც ეზიზღება პირდაპირ გეტყვით დიდ ნაწილს მოსახლეობისა, ის ხელისუფლება არის განწერული მარცხისათვის. მადლობა, ეს იყო ნიკა მელი.